ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში, ქალბატონი გრონო, ჩავიდა თურქეთში, შეხვდა თურქეთის პრეზიდენტს და შემდეგ როგორც ამავე ქალბატონისგან, ან სპეცწარმომადგენლისგან შევიტყვეთ, მან თურქეთის პრეზიდენტთან ისაუბრა სამხრეთ კავკასიაში არსებულ ვითარებაზე, კერძოდ სომხეთსა და აზერბაიჯანს, თურქეთსა და სომხეთს შორის და მათ შორის ისაუბრეს ასევე საქართველოში არსებულ კონფლიქტებზეც და გრონომ აღნიშნა სპეცწარმომადგენელმა ევროკავშირის, რომ ძალიან ნაყოფიერი და სასარგებლო შეხვედრა იყო. ბუნებრივი არაფერი გვაქვს საწინააღმდეგო, თუ კი ისაუბრებენ საქართველოში არსებული პრობლემის, ტერიტორიული პრობლემის გადაწყვეტის გზებზე, მაგრამ თუ გავიხსენებთ თურქეთის პრეზიდენტის ნათქვამს, რომ ევროპის ევროკავშირის უსაფრთხოება თურქეთის გარეშე წარმოუდგენელია და აქტივობებს ბოლო დროინდელს, მას შემდეგ რაც ევროკავშირსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ეკონომიკურად დაიძაბა ვითარება უკრაინის მიმდინარე ომის გამო, ალბათ ყურადსაღები არის ის მომენტი, რომ ევროკავშირი თურქეთთან ლაპარაკობს საქართველოს კონფლიქტების შესახებ, რა საფრთხეთ შეიძლება აღვიქვათ ერთ თუ პირიქით ეს ერთგვარი შვება არის, შვება იქნება და რაღაც გამოსავლის გზების ძიების საშუალება ეს შეხვედრა, მით უმეტეს რომ ალბათ ხაზი უნდა გაუსვათ იმ მომენტსაც, რომ 100 წლის შემდეგ პირველად თურქეთის სამხედრო მანქანა დაბრუნდა სამხრეთ კავკასიაში, მე გულისხმობ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ყარაბაღის გამო ომის კონტექსტში და ჩვენთვის ეს არის რაღაც ახალი ტიპის რეალობა და რას უნდა ველოდოთ, როგორ ნაბიჯებს თურქეთისგან და მათ შორის ევროკავშირი და ამერიკის შეერთებული შტატები რა ფუნქციით განიხილავს სამხრეთ კავკასიაში თურქეთს.